წმინდა მამები გვასწავლიან ესეთ საოცარ სიტყვებს. გვეუბნებიან. მსახარება არის ცხოვრების წიგნი. და ის მხოლოდ ცხოვრებით გაიგება. ანუ გაშლილად, განმარტებით რო გითხრათ, სახარებაში წერია ცხოვრება იესო ქრისტესი, ოციქულების, ჰეროდესი, ფარისევლების, ის არის ცხოვრების წიგნი. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება აღწერილია და სახარებას საკითხვით ვერ გაიგე. სახარება თუ გინდა გაიგო, უნდა იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდა იესო და როგორც ცხოვრობდნენ მოციქულები, მისი მიმდევრები და მოწაფეები. აი მაშინ გაიგება სახარება. და ბევრი დღეს დაბრკოლებულია თვითონ ჩემი ჭყალებში პოლიტიკური გადაგებით. და მათ მინდა უთხრა ესეთი რაღაცა. სახარებაში წერია ოქროს სიტყვებად მიჩნეული ქრისტეს ნათქვამი. მოიქეცი სხვას, როგორც გინდა მოგექცევ თქვენ. რამდენად პოლიტიკურია, როცა მე ვამბობ, რომ თქვენ თავრობას ვეუბნებთ, ხალხს ეკცევით ისე, როგორც არც ერთ თქვენთანაც არ გინდათ, რომ მოგექცნენ. როცა მთელი კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის დასაჯებად. რომელ კანონს ექვემდებარებიან, საერთოდ გაუგებარია. საერთოდ გაუგებარია. აი ერთი შედარება მინდა გავაკეთო. ნახეთ ქუჩაში, გოგონა როცემა ერთმა დაბერებულმა ადამიანმა. ამ გოგონას გამოკითხეს პოლიციაში, როგორც თვითონ ამბობს. და ეკითხებოდნენ, გეტყინა თუ არა. გოგონა მხარკენია. გებუაძე ხო არა ვარ. დააკვირდით კაცის ხელზე ეს გოგონა. ვაშკაცი ამბობს. მხარკენია. და მზიას გარტყმულ ხელზე გებუაძე დღესაც დედის და რა ფაფუკი ლოყა ქონია. ეს კაცი გაუშვეს, თვითონ დაიჭირეს, გაუშვეს და მზია დღესაც ციხეში ზის 2 წლით. დააკვირდით. ისე მოეკეცი სხვას, როგორც გინდა მოგექცენ შენ. სად არის ეს ქრისტეს ტერმინი? ან გაიხსენეთ. ბიძინა შეპირებები გაიხსენეთ. რას პირდებოდა? დაიჭირეს მაშინ. მიშან დაიჭირა, ხო ხელი არ უხლია. დღესაზე დაიჭირეს ლევონი. გულის თმაზე? შეეშინდა? ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა. არც ერთ სამართალზე არ არის დამყარებული, არც კომუნისტურზე. მარტო ერთი კაცი სამართალზეა, მას როგორც აწყობს. და გააჩაღა წვეთას ხიდვა. ლევონ ხაბეიშვილი არ ამბობდა, ხალხს კი არ ახვევდა თავის აზრს. ის ხალხის ხმას ახმოვანებდა, რაც ხალხს უნდოდა და ხალხს რა უნდა? წავიდეს. რო წავიდეს ეს მთავრობა, რომელმაც დაღუპა ქვეყანა. და იმის დაჭერით ერაფერს ვერ იზამებ, მინდა უთხრა. რადგან 1000-ობით და 100,000-ობით ლევანები მოვლენ. რადგან უსამართლობა ყოველთვის აღიზიანებდა ქართველებს. ყოველთვის გააღიზიანებს და ყოველთვის უარეს იზამება. ახლოს არის, მინდა უთხრა მათ, ახლოს არის უფალი. ჩვენ მგლები ყოველ წირვაზე ესე ვამბობთ, აცხონე უფალო ერი შენი და აკუთხე სამკვიდრებელი შენი. ეს მინდა გამიმართოთ.
იხსენი უფალო შენი ერი და დაალოცე ხალხი რომელშიც შენ მკვიდრო. აი ამ ხალხში თქვენში უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ გაპატიმრებენ უფალს აპატიმრებენ და უფალი ამას არ აპატიმრებს. მინდა შევახსენო ყველასთვის ცნობილი ისტორია უფლის ერის ეგვიპტიდან გამოსვლა. როგორ იყო? ფარაონი არ უშვებდა, უფალი მოუვლენდა დიდ განსაცდელებს. ხან სისხლის მდინარეს, ხან კალიებს, ხან ბაყაყებს და განსაცდელის დროს ფარაონი შეგირდებოდა კიო გაგიშვებდა და განსაცდელი რო გადაივლიდა დაავიწყდებოდა და შეგირებას უარყოფდა. აი ხო გახსოვთ რამდენი შეგირებები იყო, როგორ გავს ფარაონს და როდის შეწუხდა ფარაონი, მაშინ კი არა როცა მისი ხალხი თუნდაც ეგვიპტელები განსაცდელში იყო და იღუპებოდა, არა, როცა მან ის ოჯახ შეეხო ერთი და როცა მოუკვდა ის ერთადერთი ძე. ამიტომ მე მინდა უთხრა მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი, მაგრამ თავისი ოჯახის ბედი აინტერესებდა, სანამ ღმერთი შეეხება მათ ოჯახს. მანამდე მოვიდნენ გონს თუ შესაძლებელია. თუ არა დაახლოსაა მათი საჯელი. გაანთავისუფლონ ქართველი ერი. გაანთავისუფლონ ქართველი ერი. სხვანაირად ძიმე დაიჯებია. შეეწიოს ღმერთი ყველა პოლიტპატიმარს. შეეწიოს ღმერთი ლევანის და ის გზა, რომელიც მან დაუსახა ქართველებს, აუცილებლად დასრულდება. აუცილებლად მას ლევანის გზა დაერთმევა. იმიტომ რომ ყველა მებრძოლი, რომელიც დღეს იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის, ყველა არის ღვთისგან. რადგან ღვთის ნება და სურვილია, რომ ჩვენ გადარჩეთ, ჩვენ განთავისუფლდეთ და ჩვენ მოვიშოროთ აი ეს უსამართლო, უსინდისო, უცოდინარი და ყველაფერი რაც უზე იწყება ცუდი, ყველაფერი რო აქვს ისეთი მთავრობა. შეგვეციოს უფალი. ახლოსაა ხსნა, ნუ შეშინდებით. ერთი იყოს თქვენი.